ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. გადავშალოთ ბიბლია წმინდა მათეს სახარება. უკანასკნელი 22 თავი. კითხულობთ პირველ 10 მუხლს. მათეს 22 თავი. პირველი 10 მუხლი. შაბათს გასულს ერთ შაბათის თენებისას მივიდნენ სამარხის სანახავად მარია მაგდალელი და სხვა მარიამი. და ჰა მოხდა დიდი მიწისძვრა, უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანის ამოსი თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ ცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს, ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმული იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა. როგორც თქვა, მოდით ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთი და ჰა წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა გითხარით თქვენ. ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიში და დიდი სიხარულით და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და ჰა იესო შეხვდა მათ და უთხრა, გიხაროდეთ. ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანისცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ, ნუ გეშინიათ, წადი და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ ვნახავენ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენინების გამოცხადება. შენი სული წმინდის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, გაგვაგონე შენი ხმა ჩვენს გულში და გონებაში. მოგვანიჭე, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს. დავიმკვიდროთ საუკუნოს სიცოცხლე რწმენი და ეს რწმენა ვაუწყოთ სამყაროს. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. როდესაც იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით, რას აკეთებდა ის აღდგომის შემდეგ? საღვთო წერილის თანახმად 40 დღის განმავლობაში, ვიმეორებ, აღდგომის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ის ეცხადებოდა, მაგრამ ყველას არა. თავის მოწაფეებს. და ეს გამოცხადებები იყო შეხვედრა მოწაფეებთან. შეხვედრა განშორების შემდეგ. განშორებისა, რომელიც სიკვდილის გამო გაჩნდა. ჩვენ მიერ წაკითხული ნაწყვეტი საღვთო წერილიდან აღწერს ერთ-ერთ ასეთ გამოცხადებას, შეხვედრას იესო ქრისტესი მოწაფეებთან. სამი რამ მინდა გითხრათ წაკითხული ტექსტიდან. პირველი, როდის გამოეცხადა შეხვდა იესო მოწაფეებს? მეორე, რა გააკეთეს მოწაფეებმა შეხვედრის დროს? და მესამე, რა უთხრა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს შეხვედრისას? ყველაფერი ტრიალებს აი ამ ერთი სიტყვის გარშემო, შეხვედრა. ჩვენ თქვით, რომ თითოეული გამოცხადება იესო ქრისტესი იყო შეხვედრა. იესო კვლავ შეხვდა მოწაფეებს განშორების შემდეგ. იმ განშორებისა, რომელიც სიკვდილმა გამოიწვია.
რომ არა ქრისტეს სიკვდილი, ისინი არ გაშორდებოდნენ ქრისტეს. მაშასე, სამი რამ, პირველი, როდის, მეორე, რა გააკეთეს და მესამე, რა უთხრა. როდის, რა გააკეთეს, რა უთხრა. პირველი, როდის გამოეცხადა იესო მოწაფეებს. რამოდენიმე სიტყვა ამ მოწაფეებზე. ეს მოწაფეები განსაკუთრებული მოწაფეები არიან. თქვენ იცით, ეკლესიამ როგორ უწოდა ამ მოწაფეებს, სპეციალური ტერმინი შეარჩია. მენელსაცხებლე დედები. ხო გაგიგიათ? აი ეს მოწაფეები იყვნენ მენელსაცხებლე დედები. ქალები, რომელთაც გამოეცხადა იესო ქრისტე. ცნობილი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და განმარტებელი ექვთიმე ზიგაბენი მე-11-მე-12 საუკუნეებია, რომელმაც არაერთი კომენტარი დაგვიწერა და მადლობა ღმერთს, რომ მოაღწია ამ კომენტარება ჩვენამდის. იცით როგორ უწოდებს მენელსაცხებლე დედებს? ექვთიმე ზიგაბენი. მოციქულთა მოციქულებს. ასე ამბობს, რომ უფალმა გადააქცია აი ეს ქალები, იგივე მენელსაცხებლე დედები, ასე უწოდებს ეკლესია აი ამ ქალებს, გამორჩეულად და პატივისცემისთვის. უფალმა ისინი გადააქცია მოციქულთა მოციქულებად. ანუ მათ უნდა გაეწიათ მოციქულური მსახურება. მათ უნდა ეხარათ ქრისტეს აღდგომა ვისთვის? მოციქულებისთვის. მართალია ზიგაბენი განმარტავს კიდეც, რატომ გააკეთა ღმერთმა ასე. რატომ გააკეთა ღმერთმა, რომ ქალები გადააქცია კაცი მოციქულების მოციქულებად. ზოგმა შეიძლება თქვას, იმიტომ რომ ამით დასაჯა კაცი მოციქულები. ასეთი ვერსიაც არსებობს, მაგრამ ზიგაბენი სულ სხვანაირად განმარტავს. გაინტერესებთ თუ წავიდე წინ, სხვა რამე ვთქვა. ცნობილი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის აზრით, ღმერთმა სწორედ ქალები აირჩია უპირველეს ყოვლისა, რომ ისინი გამხდარიყვნენ მახარებლები, მანათობლები, მოციქულები, მაუწყებლები, ყველაზე დიდებული ამბისა ქრისტეს აღდგომისა, იმიტომ რომ თავის დროზე ეშმაკმა ქალი ცოდვი დაცემის გამო დაამცირა და შეურაცხო, მაგრამ ღმერთმა შეურაცხყოფილი ქალი კვლავ პატივით შემოსა, აღამაღლა და განადიდა. მოგწონთ ზიგაბენი? შეგიყვარდათ? წაიკითხავთ? მოკლედ, ექვთიმე ზიგაბენს როცა შევხვდები, ვეტყვი, რომ ჩვენ საკრებულოში მოუპოვე მას სიყვარული დებისაგან. მოგწონათ მისი განმარტება. მაშასე, ვინ არიან მოციქულთა მოციქულები? მენელსაცხებლე დედები. მენელსაცხებლე კაცები არ არსებობს ასეთი. არსებობენ მენელსაცხებლე დედები. იმიტომ რომ კაცებმა უარი თქვეს სასაფლაოზე. არ წავალთ. ქალებმა თქვეს არა, წავალთ. ქალი მაინც სხვანაირია, სხვა გული აქვს არა? კაცი მაინც კაცია. ხეშეშია. ექვთიმე ზიგაბენი. ცოტა ხანს გავჩერდები კიდე ამ ქალებზე, იმიტომ რომ ესენი არიან განსაკუთრებული ადამიანები სახარების ისტორიაში, მენელსაცხებლე დედები. და ჩემი გამოგონილი ტერმინი არ არის, რომ მე ვიფიქრე, წავიკითხე ბევრი წიგნი და
გამოვაცხვე ტერმინი მოციქულთა მოციქულები. არა, ეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ზიგაბენმა წარმოთქვა ასეთი რა. მოდით ახლა მოусმინოთ ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მამას და მოძღვარს. იცით ვის? წმინდა იოანე ოქროპირის. ოქროპირი ახლა ყველა ვიცით, ხო ასე? შეუძლებელია არ იცოდეთ ან არ გაგვეგოს ოქროპირი. ზიგაბენი კი, ბატონო, მაგრამ ოქროპირი აი რას ამბობს წმინდა მამა აი ამ მენელსაცხებლე დედებზე. არც ისე გასაკვირი ამბობს ეკლესიის მამა, რომ აი ამ ქალებმა, რომელი სიტყვა გამოვიყენო, დედაკაცებმა თუ ქალებმა, რომელი გირჩევნიათ? სახარებისეულია დედაკაცები. მაგრამ დღეს არავინ არ იყენებს ამ სიტყვას, ხო? პირიქით ეს რაღაც უხეშად ისმის, დედაკაცო. მაგრამ სახარებაში ჩვენ ხვდებით აი ამ სიტყვას, ამიტომ არ იგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად. ინა გითხრათ, რომ ქართული სიტყვა ძალიან დემოკრატიულია, ძალიან არასექსისტურია. დედა კაცი, მამა კაცი, ორივე კაცი, ანუ ორივე ადამიანი. ხო ფიქრობ ზოგი რომ ქალი ნაკლებად ადამიანია? არსებობს ასეთი ფანატიკოსებიც არსებობს. არა მარტო იქ ჩარჩნენ შუა საუკუნეებში, დღესაც. ქალი გაჩუმდეს, ქალი ვიცი სამზარეულოში. ქალი ატარებს მანქანას, უეჭველად ქალი იქნებოდა. ხო ხსვენი ასეთ გამონათქვამი. ქართული ენა გვეუბნება, დედა კაცი, მამა კაცი, ორივე კაცი, ანუ ორივე ადამიანი. ქალი არ არის უფრო ნაკლებად, უფრო მეტად ადამიანი. მოკეთ დაუბრუნდეთ ვის, რომელ მამაზე ვსაუბრობდით? ოქროპირს, მართალია. ოქროპირი ამბობს, დიდად გასაკვირი არ არის, რომ მენელსაცხებლე დედებმა გულით შეიყვარეს უფალი მაცხოვარი, ასე ამბობს ის, უფალი მაცხოვარი. მაშინ, როდესაც ღვთის დიდება გამონათდა სასწაულებში და როდესაც მათ მოისმინეს გაუგონარი ქადაგება. აზრს ხვდებით, ხო? ანუ ეს არ გვაკვირვებსო ჩვენ, რომ ამ ქალებმა უფალი შეიყვარეს, როდესაც სასწაულები იხილესო. როდესაც ქადაგება მოისმინეს იმისთანა, რომ არასოდეს არავის მოусმენი ასეთი ქადაგება. და მაშინ შეიყვარეს უფალი და აქ არაფერი არ არის გასაკვირი, ამბობს იოანე. წმინდა იოანე ოქროპირი. მაგრამ ამბობს ჩვენს გონებას აკვირვებს, აოცებს. როდესაც ვხედავთ მათ როგორი ურყევები და მტკიცენი არიან უფლის სიყვარულში, მას შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე შეურაცხყვეს, როდესაც მას შეაფურთხეს და როდესაც სიკვდილს გადასცეს. აზრი გაიგეთ, ხო? გასაკვირი არა, როდესაც შეუყვარდათ ის იმ დროს, როდესაც აჭმევდა, ასმევდა, კურნავდა, კარგად იყო, ჯამრთელი იყო, არაფერი არ ემუქრებოდა, სასწაულებს ახდენდა, კარგ ქადაგებას ქადაგებდა, ყველას ეფერებოდა, კარგი იესო იყო. მაგრამ ჩვენ გვაკვირვებს, ამბობს იოანე ოქროპირი, რომ ეს ქალები, მენელსაცხებლე დედები, აღმოჩნდნენ სიყვარულში ურყევნი, მტკიცენი, შეუპოვარნი, განსხვავებით კაცებისა. დიახ, განსხვავებით კაცებისა. ყველა გაიფანტა, არავინ არ ინება კვირას სასაფლაოზე წასვლა. მაინც მოკვდა. დავივიწყოთ. არა, ეს ქალები ვერ ივიწყებენ. მიდიან და ავლენენ სიყვარულს სასაფლაოზე უფლის მიმართ. მიაქვთ იქ იუდეური ტრადიციის მიხედვით მესამე დღეს ნელსაცხებლები, სურნელოვანი ზეთები. ნელსაცხებელი არის სურნელოვანი ზეთი. იმისათვის, რომ ცხონ
იესო ქრისტეს ხელს. მიდიან, აი ეს გვაკვირვებს ამბობს იოანე ოქროპირი, რომ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ ქრისტეს სიყვარულში. მას შემდეგ, როდესაც ეს კარგი იესო, დადებითი იესო, მკურნალი იესო, მასაზრდოებელი იესო უცბად გახდა შეურაცხყოფილი, შეფურთხებული, გაგდებული, აღარავის აღარ უნდა, მოკლული, დასახიჩრებული, ნაცემი. და დასაფლავებული. ასეთი იესო აღარავის აღარ უნდათ, გარდა მენელსაცხებლე დედებისა. შეგიყვარდათ მენელსაცხებლე დედები? კაცებო, შეგიყვარდათ მენელსაცხებლე დედები? იმ კაცებს ისეთ საერთოდ არ უყვარს და მიიჩნევენ ანდილოსნებს ქალებს, როგორც რაღაც სხვა უფრო დაბალ მდგომ ქნილებებს, მათ ვერ გააკვირვებთ ვერც ამ მენელსაცხებლე დედებით. ვერ გააკვირვებთ. აი ასე ამბობს იოანე ოქროპირი. და როდესაც ამაზე ვფიქრდებით, ჩვენ მართლაც სხვანაირად უყურებთ სახარების ამ ამბავს. ჩვენ მივეჩვიეთ, ყური მიეჩვია კვირა დღეს, ესა და ეს, მარია მაგდალელი, იოანა, სუსანა და ასე შემდეგ გაემართნენ სამარხისკენ, სასაფლაოზე. მაგრამ მათ ამით აჩვენეს ერთგულება, სიყვარული, გულითადი მიჯაჭვულობა იესო ქრისტეს მიმართ. რა იყო ჩვენი პირველი ნაწილი საუბრისა? როდის შეხვდა ქრისტე მენელსაცხებლე დედებს, აი ამ ადამიანებს? როდის შეხვდა? თქვენ რომ დილას დაინახოთ 10-15 ქალი, შეჯგუფებული ერთად რაღაცა მირბის. რას იფიქრებთ? გულწრფელად. აი გამოხვედით დილას, ადრე, გარიჟრაჟია, ამ ფანჯარაში იყურებით და თუ იმ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ქუჩა გადის და 10-15 ქალი თავგუდ მოგლეჯილი გარბის რაღაცა. რას იფიქრებთ? ალბათ იფიქრებთ, რაღაცა მოხდა, ხო? ხო არ გაგიჟდნენ? ან იფიქრებთ, ელიტ ელექტრონიკში მირბიან რიგის დასაჭერად. გამოცხადებული არნახული ფასდაკლება. გახსოვთ ხო რა მოხდა? რა ჭეჭყვა იყო? ღამეს ათევდნენ ადამიანები, ოღონდ პირველები ყოფილიყვნენ რიგში. გარბოდნენ. დასახიჩდა კიდეც ადამიანი. აი წარმოიდგინეთ, დილას გარიჟრაჟზე 15 ქალი მირბის, რაღაცა მირბის. ზოგი იტყვის, სად გარბიან, რა მოხდა? აქ წერია, ისინი სწრაფად გამოეშორნენ სასაფლაოდან და გაიქცნენ. სად დარბის ამდენი ქალი სად დარბის ამ დილაუთენია? დიდი ამბავი მოხდა და იმიტომ გარბიან. რატომ გარბიან? აი რა იყო მიზეზი მათი სირბილისა? ისინი ასრულებდნენ ანგელოსის განკარგულებას, ანუ ღვთის სიტყვას, ანუ ზეციურ ბრძანებას. ანგელოსმა უთხრა, წადით და ახარეთ ქრისტეს მოწაფეებს. ნახეთ როგორ უთხრა ანგელოსმა, სასწრაფო წადი და უთხარით მის მოწაფეებს. ისინი გარბოდნენ, კი არ მიდიოდნენ, მისეირნობდნენ. ისინი გარბოდნენ სწრაფად. ისინი აღმოჩნდნენ ღვთის სიტყვის ერთგული შემსრულებელნი. არა მარტო ქალები, რომელთა ძალიან უყვარდათ ქრისტე, არამედ ქალები, რომლებიც ასრულებენ ღვთის სიტყვას. სწორედ მაშინ შეხვდა მათ იესო. მე მინდა რომ ეს აზრი დაიჭიროთ. როდის შეხვდა იესო თავის მოწაფეებს, როდესაც მოწაფეები იყვნენ მისი სიტყვის შესრულების პროცესში. ჩვენ ხშირად ვოცნებობთ, გვინდა, ვლოცულობთ, ღმერთო, შემხვდი ჩემს ცხოვრებაში, გამომეცხადე. რას ნიშნავს შეგხვდეს ქრისტე შენს ცხოვრებაში? რას ნიშნავს ქრისტე გამოგეცხადოს? ეს ნიშნავს განიცადო იესო უფრო ახლოს.
განიცადო მისი თანდასწრება. დაუახლოვდე მას, განახლდე. ხშირად ჩვენ ასეთი აზრი მოგვსვლია, რატო არ ცხოვრობდი იმ დროს? რა კარგი იქნებოდა იესოს თანამედროვე რომ ყოფილიყავი, შევხედავდი უფალს, შევხედავდი იესოს აღმდგარს. იცით რას ამბობს სიერონ კირკეგორი, ცნობილი ფილოსოფოსი, ქრისტიანი, რაღაც ცნობილი ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი, მამა, როგორც ქრისტიანული, ასევე საერო ეგზისტენციალიზმის. მას აქვს არაერთი ნაწარმოები. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მან დაწერა ფილოსოფიური თხზულება, ნაწარმოები, რომლის სახელწოდება არის ფილოსოფიური ნამცეცები. მესმის, რომ კირკეგორი სხვა წიგნებით არის ცნობილი, სხვადასხვა ქართულად გადმოთარგმნილი შიში და თრთოლვა, სატანჯველის სახარება. შეიძლება ეს ნაკლებად ცნობილია ფილოსოფიური ნამცეცები. მახსოვს რამ ხელა შთაბეჭდილება მოახდინა კირკეგორის შიშმა და თრთოლვამ ირმაზე, როდესაც წაიკითხა. იმიტომ რომ ის უბრალოდ მწერალი არ არის, ის არის ფილოსოფოსი, ქრისტიანი ფილოსოფოსი. აი ერთი აბზაცი ამონარიდი ფილოსოფიური ნამცეცებიდან, აი ამ წიგნიდან. ის ამბობს, არავითარი უპირატესობა არ გააჩნია იესოს თანამედროვეებს, თუ მათ რწმენა არ აქვთ. შემდეგ აგრძელებს. ხო, ამბობ ჩვენ, ნეტა ყოფილიყავი, ნეტა მენახა ის სასწაული, რომ გაამრავლა პური, ნეტა მენახა ის სასწაული, რომ ლაზარე გამოიყვანა საფლავიდან, ნეტა მენახა ცარიელის საფლავი, ნეტა იმ დროს დაუბადებულიყავი, ახლა ცოტა ძნელია. კირკეგორი ამბობს, არავითარი უპირატესობა არ აქვთ. იესოს თანამედროვეებს თუ მათ რწმენა არ გააჩნიათ. შემდეგ აგრძელებს და ამბობს, რომ ნამდვილი თანამედროვე იესო ქრისტესი აზრი ასეთი არის ის, ვისაც აქვს რწმენა მასში. მხოლოდ ისინი და მხოლოდ ისინი შეხვდებიან იესოს. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ შეხვედრაზე. და კირკეგორის სიტყვები არის ზუსტად ზედ გამოწერილი ჩვენი სახარების ტექსტისათვის. როგორ იესო რო ახდენდა სასწაულებს, ყველას, ვინც ამას უყურებდა, მის თანამედროვეებს რა უპირატესობა აქვს, ჯეროდათ მისი გადარჩნენ, ცხოდნენ, ის ფაქტი, რომ ისინი დაიბადნენ და ცხოვრობდნენ იესოს დროს, ავტომატურად მათ გადარჩენას ანიჭებს? არა. იცით რა თქვეს, როდესაც იხილეს ლაზარეს აღდგომა ზოგიერთებმა, იქ მყოფებმა, გამგონებმა კი არა, თვით მხილველებმა. მოდით ლაზარეც მოვკლათო. ლაზარეც მოვკლათო. ქრისტესთან ერთად ლაზარეც მოვკლათო. და რა უპირატესობა აქვთ მათ? ჩემთან. თქვენ უფრო თანამედროვეები ხართ იესოსი, უფრო მეტი უპირატესობა გაქვთ, ვინაიდან თქვენ გჯერათ მისი. და თუ გჯერათ მისი, კირკეგორი ამბობს, თქვენ აუცილებლად შეხვდებით მას თქვენ ცხოვრებაში. აუცილებლად განიცდით მასთან შეხვედრას. ეს არის გამოცდილება ქრისტესთან შეხვედრისა. იცით რას ამბობს იესო იოანეს სახარების მე-14 თავში? ვისაც აქვს ჩემი მცნებები და ასრულებს მათ, მე თავად გამოვეცხადები მას. აი ეს არის ის, რაზეც აქ წერია, როდის გამოეცხადა იესო მოწაფეებს, როდის შეხვდა იესო მოწაფეებს, როდესაც ისინი გარბოდნენ. რას ნიშნავს ეს გარბოდნენ? როდესაც ისინი ასრულებდნენ ღვთისნებას. მოდი დღეს მენელსაცხებლე დედების მსგავსად ჩვენც აღვასრულოთ ღვთისნება. ჩვენც აღვასრულოთ ზეციური ბრძანება, შევასრულოთ მისი სიტყვა, ვახაროთ წუთისოფელს ქრისტეს აღდგომა, აღვასრულოთ მისი ნება ჩვენს პირად ცხოვრებაში. და გავიზარდოთ სიწმინდეში, დღითი დღე მოვკლათ ცოდვა და დღითი დღე უფრო მეტად ავაღორძინოთ, გავაცოცხლოთ სიმართლე ჩვენ ცხოვრებაში. დავემსგავსოთ მენელსაცხებლე დედებს, არა მარტო ქრისტეს მიმართ ენით გამოუთქმელი, გასაოცარი სიყვარულის მსგავსებაში, არამედ მათ მზადყოფნაში, მათ შესრულებაში ღვთის სიტყვისა. იცით, შეიძლება ღვთის სიტყვა შეასრულოს სხვადასხვანაირად. გახსოვთ, ჩვენ ვლაპარაკობდით ესაიაზე, მოსეზე, როგორ ასრულებდნენ ღვთის სიტყვას. საულზე, სხვადასხვანაირად. მეზარება, კარგი, რადგანაც ღმერთმა თქვა, კარგი. ხო, შეიძლება სხვადასხვანაირად.
არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ. ან და ნელა, ასე ვთქვათ, მივლასლასლებდეთ ღვთისნების შესასრულებლად. მაგრამ როგორ ასრულებენ ესენი ღვთისნებას? შეხედეთ, სწრაფად. ითქვა, შესრულდა. რატომ არის საჭირო, როდესაც ერთხელ ლაპარაკობდა, არ სრულდება? რამდენჯერ უნდა თქვას ღმერთმა, რომ შევასრულოთ და შევასრულოთ ჩქარა? შევასრულებ, კარგით, ხვალ. აი, ვინც ამბობს, ხვალ შევასრულებო. იცით რას ეძახიან ასეთ ადამიანს? მე ხვალიეს, გაგიგიათ ასეთი ადამიანი? ყველაფერზე რასაც ეუბნები, კი, ხვალ დავიწყებ სახურებას, კი, ხვალიდან ეკლესიაში მოვდივარ, ხვალიდან დავიწყებ ქადაგებას, ხვალიდან ვიმარხულებ. თამარა მეტრეველი გახსოვთ? დათო, ირა, კი ხო? ახლებს ახლა არ ახსოვთ, მაგრამ ხო გახსოვთ? ყოველთვის იწყებდნენ დიეტობას ორშაბათიდან. ხვალიდან დავიწყებთ დიეტას. ებრძოდნენ ჭარბწონას და ორშაბათიდან ვიწყებთ დიეტას. მაინც არ ღვევდნენ. დღეს, როცა მოისმენ ამ ხმას, არ გადადო. არ გადადო ღვთის სიტყვის შესრულება. თუ ღმერთმა მოგიწოდა, დღეიდან დაიწყე. აი დავასრულებ ჩემ საქმეებს და მერე. არა, შენ საქმეებს რო დაასრულებ, მერე არა. შენი საქმეები შესრულდება. შენ ეძებეთ სათასასუფეველი და მისი სიმართლე. ღმერთი მოგიგوارებს ამ საქმეებს. თუ არ მოგიგوارებს, მაშინ სასწორზე შეაგდე. უფლის სიტყვის შესრულება და სხვა ყველაფერი დანარჩენი. რომელი გადაწონის? აბა აწონეთ. რომელი გადაწონის? იესომ თქვა, ვინც უკან იყურება, არ გამოდგება, არ გამომადგება, ვერი ვარგებს მოწაფეთ. ვერი ვარგებს მეგუთნე, რომელიც გუთანს ატარებს და უკან იყურება. როგორ გამოუვა მას? მიწის თოხნა. მინდა რომ დავფიქრდეთ, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ აი ამ მენელსაცხებლე დედებზე. შეხედეთ რას აკეთებენ ისინი. ისინი სწრაფად გარბიან ღვთის ნების შესასრულებლად. ჩვენც უნდა გავეშუროთ ასეთ სწრაფად, გავიქცეთ, არა კაცის მოსაკლავად, არა საჩხუბრად, არამედ გავიქცეთ იმისათვის, რომ ღმერთის ნება შევასრულოთ. სწორედ ამ გზაზე თქვენ წინ გელოდებათ საოცარი შეხვედრა იესო ქრისტესთან. იესომ თქვა, ვისაც ჩემი მცნებები აქვს, დასრულებს, მე პირადად გამოვეცხადები მას. ნიშნავს, თქვენ პირადად განიცდით მასთან სიახლოვეს, თქვენ ახლებურად დაინახავთ მას, უფრო ახლოს, უფრო გაიცნობთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დროს შეეძლო თუ არა იესოს იქ გამოცხადებოდა? შეეძლო. მაგრამ არ ამგონია, რომ აქ უბრალოდ აღწერა ამბის. როდესაც გარბოდნენ, აჰა, ასე წერია, იესოს შეხვდა მათ. იესოს შეხვდა მათ, შემოხაზეთ ეს სიტყვები. თქვით თქვენს გულში, მეც მინდა უფალო რომ შემხვდე ჩემს ცხოვრებაში. მეც მინდა, მეც მაქვს უამრავი რა. მე მჭირდები, როგორ გალობდით დღეს? მჭირდები. მოკიდე ღვთის მცნებებს ხელი და გაიქეცი. გაიქეცი. საიდკენაც ღვთის მცნებები მიგითითებენ. გაიქეცი. ნუ რავი შეხედავ. მოკურცხლე. ირბინე. მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის. რა გააკეთეს მათ, როდესაც შეხვდნენ იესოს? მეორე მესამე ნაწილს შეიძლება ცოტა დრო დავუთმოთ, იმიტომ რომ ცოტა ბევრი ვისაუბრეთ პირველ ნაწილზე. სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმდენად გასაოცარია მენელსაცხებლე დედების ქცევა და მათი სირბილი კვირას, უთენიას, გარიჟრაჟს. რა გააკეთეს მენელსაცხებლად დედებმა, როდესაც მათ იხილეს და განიცადეს ქრისტესთან შეხვედრა? აქ წერია ორი რამ. ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვინენ და თაყვანისცეს მას. ეს იყო ესეთი ორმაგი რეაქცია, თაყვანისცეს
ეს გასაგებია და ფეხებზე მოეხვივნენ. რას ნიშნავს ფეხებზე მოეხვივნენ? რას ნიშნავს აი ეს მოქმედება ფეხებზე მოხვევნა? ფეხებზე რომ ვინმეს მოეხვიო, რა უნდა გააკეთო? მართალია. ფეხებზე მოხვევნა ნიშნავს ძველ კულტურაში, როდესაც მეფეს ფეხებზე მოეხვიოდნენ, ეხვეოდნენ. ამით ისინი აღიარებდნენ მას, გამოთქვამდნენ მორჩილებას მისადმი, სიყვარულს და შედიოდნენ მის მფარველობაში. ეს არის ნიშანი იმ კულტურაში აღიარებისა, მორჩილებისა, თავმდაბლობისა, მფარველობის და დაცვის მიღებისა, დაქვემდებარებაში ყოფნისა. და ეს არის ბუნებრივი რეაქცია, როდესაც იესო ჩვენ გვეცხადება ჩვენს გზაზე, ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც წმინდა პავლეს იესო გამოეცხადა და შეხვდა მას დამასკოში მიმავალ გზაზე და შეაჩერა ის დევნისაგან, მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია. გადატანითი მნიშვნელობით ის ემთხვია მას, მოეხვია მის ფეხებს. იმ აზრით, რა თქმა უნდა, ტექსტში არ წერია, რომ წმინდა პავლე მოეხვია, არამედ უთხრა, ვინ ხარ შენ უფალო? მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. რა გავაკეთო? აი ეს სიტყვები რა გავაკეთო ნიშნავს ფეხებზე მოხვევას. რა გავაკეთო? ამ მერიდან შენ ხარ ჩემი ბატონი, შენ ხარ ჩემი უფალი. ამ მერიდან მე შენი ვასალი ვარ. ამ მერიდან მე დაქვემდებარებული ვარ. მე შენი მორჩილი ვარ, მიგულე, მიმიღე, გამომიყენე, შენი ჭურჭელი ვარ. ამ სიტყვებით რა გავაკეთო ნიშნავს მოეხვია ფეხებზე. მოდით მენელსაცხებლე დედების მსგავსად მოვეხვიოთ ჩვენს უფალს ფეხებზე და თაყვანი ვცეთ მას. უთხრათ უფალო, ამ მერიდან მე შენი ვარ. მე მინდა გემსახურო, მე მინდა თაყვანი გცე, მე მინდა მიყვარდე. მესამე და დავასრულებთ. რა უთხრა იესომ მენელსაცხებლე დედებს, როდესაც ის შეხვდა მათ? ნუ გეშინიათ ერთი, წადით, ანუ განუმტკიცა ის სიტყვა, რაც ანგელოზმა მათ უთხრა მანამდე. და შემდეგ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წიანდადება. აუწყეთ ჩემს ძმებს. აი ამ სიტყვით ძმებს. როდესაც იესომ უთხრა ჩემს ძმებს, გულისხმობდა თუ არა ის თავის მოწაფეებს? რა თქმა უნდა გულისხმობდა. იესო ქრისტე ჩვენ გვიწოდებს თავის ძმებს. სამართლიანია თუ არა ასეთი რამ? ასეთი წოდება, ასეთი სიტყვა ქრისტეს მოწაფეების მიმართ. იცით, არის ერთი ასეთი მართლმადიდებლური ინტერნეტ ჟურნალი თომა ქვია და ერთ-ერთი მკითხველი კითხვას უგზავნის მღვდელს. შეიძლება თუ არა იესო ქრისტეს უწოდო ძმა? და თუ შევწოდე, ილოცე ჩემთვის, რომ უფალმა მომიტევოს ცოდვები. შესანიშნავად პასუხობს მამაო, შესანიშნავად.
ის პასუხობს, არაფერი მისატევებელი არ არის, აქ მკრეხელობა არ არის. ის ძმაა ჩვენი, თუ ჩვენ გვიყვარს და მოგრძალებით ვეპყრობით მას. ის გახდა ჩვენი უფროსი ძმა. ის გახდა ღვთის ძე, ადამიანი. დაიკავა ჩვენი ადგილი. და როგორც უფროსი ძმა გაეშურა ჯვარზე იმისათვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ. იმისათვის, რომ ჩვენ გამხვდარიყავით ღვთის შვილები. ის გახდა ნამდვილი ძმა. მაგრამ არა ძმა ბუნებითად. იმიტომ რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენ ვერასოდეს ღმერთი ვერ გავხვდებით. მაგრამ ღმერთი გახდა ადამიანი, რომ ჩვენ მადლით, შვილებით გამხვდარიყავით ღვთის შვილები. და ეს გააკეთა უფროსმა ძმამ იესო ქრისტემ, როდესაც იტვირთა ჩვენი სნეულებანი, ჩვენი ცოდვები და მიალურსმა ისინი ჯვარზე. იესომ უთხრა მენელსაცხებლე დედებს, აუწყეთ ჩემს ძმებს და ამით აგვამაღლა ჩვენ. მოწაფეები ქრისტესი, გვიწოდა რა თავისი ძმები. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ თქვენ ხართ ქრისტეს ძმები და დები. არის თუ არა სახარებაში ამის შესახებ ლაპარაკი? არის, თავად ქრისტე ამბობს. როდესაც მას ეუბნებიან, მოგაკითხეს ძმებმა და დებმა, აი ვინ არის ჩემი ძმა და ჩემი და ამბობს უფალი.